გამარჯობა. ჩვენ ყველა ვიცით, რომ როდესაც ცხოველი ყავს, მას ჭირდება აცრა. ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ჩვენი საყვარელი ოთხფეხა მეგობრები, ან შეიძლება ორფეხაც, დავიცვათ სხვადასხვა დაავადებებისგან და მათ არ დაემართოთ ეს დაავადებები. მკურნალობა უკვე სხვა ეტაპია, რაც შეეხება აცრას, ეს არის წინარე მოსამზადებელი პერიოდი იმისთვის, რომ ძაღლი არ გაგვიხდეს ავადი. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ამას წინ უძღვის გარკვეული პროცედურა და შემდეგ მოყვება. აი ამ ყველაფრის გასარკვევად ჩვენ მოვედით კლინიკა ბუნებაში და ნათია ნატროშვილის ვეტერინარის დახმარებით მოდი გავარკვიოთ თავიდან ბოლომდე, მთლიანად გავიაროთ ეს პროცედურა, რა ხდება აცრის დროს. დიდი მადლობა ჩვენი პირველი გადაცემის სტუმრობისთვის და მოდი დავიწყოთ მოსამზადებელი პერიოდით. როგორც მოდი ესე ვქნათ, ესე შევთანხმდეთ. მე გეტყვით რა ვიცით ჩვენ ხალხმა და თქვენ მიპასუხეთ რაში ვართ მართლები და რაში ვტყუით. კი ბატონო. დავიწყოთ იქიდან რომ აცრების წინ ითხოვს ვეტერინარი ჭიის წამლის მიცემას. კი ბატონო. რაში არის ეს საჭირო? უყურეთ, როდესაც თქვენ გინდათ ქუჩიდან აიყვანთ ფისოა, ძაღლია, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. დამავდროულად ახალ, ასე ვთქვათ, გაჩენილი არის ნამშობიარები არის ცხოველი და ახლოებით ერთი თვის ასაკიდან ვიწყებთ ჩვენ უკვე ჭიაზე დამუშავებას. რადგან შესაძლებელი არის რაღაც მომენტში მაგალითად ქუჩიდან აყვანებს, რა თქმა უნდა, დამუშავებული არ იქნება. ამიტომ ჩვენ უნდა პარაზიტებზე გავანთავისუფლოთ, რომ ინტოქსიკაცია არ იყოს ცხოველის და გაიწმინდოს ორგანიზმი, რადგან ვაქცინაცია თავის დაუნებურად საკმაოდ დატვირთვას აძლევს ორგანიზმს და კიდე ჰელმითებით სავსე ორგანიზმზე საერთოდ შეიძლება ცოტა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს ცხოველი. აქედან გამომდინარე დაახლოებით 28 დღიდან ერთი თვის ასაკში პირველი ჭიის წამლის მიცემა ხდება ცხოველებში, ლეკვებშიც და კნუტებშიც და შემდეგ უკვე 10 დღეში გამეორება და მე 6 კვირის ასაკში უკვე ვიწყებთ ვაქცინაციას. მე ვკითხულობ ახლა უშუალოდ აცრის წინა ჭიის წამლის ჭიაზე დამუშავებაზე. დიახ. რამდენი ხნით ადრეა საჭირო ჭიაზე დამუშავება? უყურეთ, თუ ლეკვებს გულისხმობ, მე როგორც აღვნიშნე, ისე უნდა იყოს, მაგრამ თუ მაგალითად უბრალოდ ქუჩიდან ავიყვალეთ, ხო, და მას რეგულარულად იგივე სისტემა არის. 10 დღეში ან 2 კვირაში განმეორება პირველი, ასე ვთქვათ, მიღებიდან და შემდეგ დაახლოებით მეორე ჭიის წამლიდან დამუშავების შემდეგ ვაკეთებთ 4 დღეში, 4-5 დღეში უკვე ვაქცინაციას ვიწყებთ, მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი. შესაძლებელი არის ქუჩიდან აყვანილი ცხოველს იმ მეორედ მიცემული, ასე ვთქვათ, ჭიიდან კიდე ჰელმითების, ასე ვთქვათ, დაყრა მოხდეს და აუცილებლად კიდე გასამეორებელი იქნება, მაგრამ ამათ შორის შუალედში შესაძლებელი არის ვაქცინაციის გაკეთება და შემდეგ უკვე გაგრძელება ჭიაზე დამუშავების. ჩვენ ვიცით რომ არის ორი აცრა. სოფი და კომპლექსური. ხო. კი. აი ამათ შორის აუცილებელია თუ არა ინტერვალი? ზოგჯერ ერთადაც უკეთებენ ხოლმე, ბარემ მოსული ხარ და იცით რა შემთხვევებში ხდება, როდესაც მაგალითად ვიღაცა რაიონიდანაა ჩამოსული შორი გზა გამოვლილი და მოდი ერთად გავაკეთოთ მეორედ ვიღაც ჩამოვიდა. კი ბატონო. უყურეთ, ლეკვებში რა თქმა უნდა ჩვენ მაგას არ ვითვალისწინებთ, იქიდან გამომდინარე, გააჩნია ხარ რა თქმა უნდა, რამდენად დეკორატიული არის და ასე შემდეგ. მაინც ლეკვებზე ვაკეთებთ 2-დან 3 კვირიან შუალედს. 3 კომპლექსური უნდა ჩაგაკეთდეს და ბოლოს უკვე ცოფზე ვაქცინაციას ვაკეთებთ. მოვრჩებით ვაქცინაციას და შემდეგ 2 კვირაში ცოფზე ვცრით. ეხლა რაც შეეხება შემდეგ წელიწადში ერთხელ ვაქცინაციას. ამ შემთხვევაში ხო ჩვენ გარკვეულ შემთხვევაში ვაკეთებთ ორივეს ერთად. ისიც იმის გათვალისწინებით, რამდენად უკვე დიდი არის, ასე ვთქვათ, ცხოველი და ანუ გაბარიტებითაც რა გულისხმობ. ამიტომ ამ შემთხვევაში ეს დაშვებული არის და ძალიან ნორმალურადაც შესაძლებელია. უბრალოდ თუ ვთქვათ ცხოველს აღენიშნება რამე ალერგიული ფონი, მაინც ყოველთვის ვაკეთებთ შუალედს. 10 დღიან ან 2 კვირიან შუალედს. ესე იგი ძაღლის ზომა შეიძლება მნიშვნელობა კონდეს იმისთვის გაუკეთებ თუ არა ერთად ატანაზია? რა თქმა უნდა და მეორეც ესეთი შეიძლება 60 კილოიანი ძაღლი უფრო ალერგიული იყოს ვიდრე 5 კილოიანი სხვა ძაღლი. აქ არის ინდივიდუალურობა, რამდენად ამტანი არის და რამდენად ალერგიული ფონი აქვს ცხოველს, ისე მეტი არაფერი. ბანაობა და აცრა. გვაფრთხილებენ რომ აცრიდან როგორც მახსოვს რამდენიმე დღე არ უნდა აბანავო
დიახ. აცრამდე რა ხდება? მოკლედ როგორ ურთიერთქმედებაშია ბანაობა და აცრა ერთად. კარგი კითხვა სხვათა შორის და ძალიან ხშირი არის ეგ მომართვიანობა პაციენტის პატრონებიდან. აქ არის ერთი ნიუანსი. სასურველია ჯერ ცხოველი დაბანოთ და შემდეგ მოიყვანოთ. ზაფხულის პერიოდში არ არის სასურველი რომ დაბანის შემდეგ მოვიდეს პაციენტი და ავცრათ, იმიტომ რომ ისედაც ტემპერატურა მაღალი არის და კიდე ახლა ვაქცინაციის გაკეთება არ არის სასურველი. ეგ ერთი. მეორე, რაც შეეხება უბრალოდ ცოფის ვაქცინას თვითონ ანოტაციაში უწერია რომ სასურველი არის რომ ვაქცინაციიდან 2 კვირაში მოხდეს დაბანვა. ეს თვითონ ვაქცინაციიდან გამომდინარე არის ნაგულისხმებით რეაქციულობიდან. რატომ რა ხდება ამ დროს? რას გააფუჭებს ბანაობა აცრილ დაცრის შემთხვევაში? მეტად შესაძლებელია მგრძნობიარობა იყოს ცხოველში და მაგიტო სასურველი არ არის. იმიტომ რომ ჩვენ ხო ცივი წყლით და იმითი არ ვბანთ, ჩვენ საკმაოდ ესე 38 გრადუსი ტემპერატურა უნდა იყოს, რომ ცხოველი დაიბანოს. მაინც ძალაუნებურად რაღაც რეაქციაში შედის და აქედან გამომდინარე სასურველი არ არის. ეხლა რაც შეეხება დაბანას, ვაქცინაციიდან 1 კვირაში კომპლექსურზე თავისუფლად შეგიძლიათ დაბანოთ ცხოველი, მაგრამ ცოფზე მაინც ყურადღებით იყავით და ჯობია დაბანილი მოიყვანოთ და შემდეგ უკვე 2 კვირაში ან 3 კვირაში როგორც ბანენ, ისე დაბანოთ შემდეგ. ესე იგი ეს სტანდარტია რომ ჯერ კომპლექსური და მერე ცოფი. აუცილებლად, იმიტომ რომ კომპლექსური კი ბატონო, კომპლექსური ვაქცინა ნაკლებ ასე ვთქვათ დამტვირთველი არის, მიუხედავად იმისა, რომ შიგნით შედის ბევრი ასე ვთქვათ ვირუსზე ვაქცინაცია არის, მაგრამ ცოფი თავის დაუნებურად, მიუხედავად იმისა, რომ ინაქტივირებული ვაქცინა არის, მაინც მძიმედ ითვლება და ამიტომ მაქსიმალურ შეღავათს უკეთებთ ჩვენ ცხოველებს. რა ხდება წლის გადაცდომის შემთხვევაში? დაუშვათ ვერ დავიცავთ ინტერვალი, აი უკვე დასული ძაღლია, უკეთებთ წაცრას ყოველწლიურად, გადავაცილოთ, გვარიანად გადავაცილეთ, მოდი ასე ვთქვათ. ნუ ხშირი არის ახლა რა დასამალი არის ზოგჯერ ნუ ყველაზე მინიმუმ შეიძლება თვე გადააცილონ 6 თვეც ყოფილა და ასე შემდეგ, მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი, რომ სხვა პირობებიდან გამომდინარე უბრალოდ პაციენტის პატრონი ვერ ახერხებს მოსვლას. ეხლა ამაზე ჩვენ რას ვიზავთ რა, მაგრამ თუ ამ აჩერებს მოქმედებას? არა, მოქმედებას კი არ აჩერებს. ეგ არის აქაც არის ინდივიდუალურობა. ზოგ შემთხვევაში ზოგიერთ ჯიშს ახასიათებს, რომ შეიძლება საერთოდ ვაქცინაზე რეზისტენტური იყოს და საერთოდ შემთხვევებაც არ იყოს და კიდევ ამ შემთხვევაში თუ ამ რევაქცინაციას ჩვენ არ ვიმეორებთ და ვაცილებთ, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებ დაცულობა არის და ძალიან მარტივი არის რომ აიკიდოს ცხოველმა სხვა ვირუსი. კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც ასევე ხალხური ცოდნიდან მომისმენია. იმ შემთხვევაში თუ აცრილი ძაღლი დაუშვათ ცოფზე დაიკბინა ცოფიანი ცხოველის მიერ. დიახ. ასე ვთქვათ, ეს ვაქცინა გახარჯულია. არა, უყურეთ როგორ არის ამან ერთხელ იმუშავა, დაიცვა ცხოველი და მერე უკვე ფაქტიურად დაუცველია ცხოველი. თუ თქვათ 6 თვემდე ვაქცინაცია 6 თვეზე მეტი არის გაკეთებული, სასურველი არის რევაქცინაციის გაკეთება. დაკბენის შემთხვევაში. დაკბენის შემთხვევაში. თუ ეხლა დაახლოებით 1-2-3 თვის გაკეთებულია, სულაც არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ მას მოქმედება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ვაქცინაცია 1 წლიანი არის. უბრალოდ აქ არის რამდენად ახლოს არის თავთან ნაკბენი. ამასაც მნიშვნელობა. რა თქმა უნდა. და რამდენად ვიცით თუ არა, ეს ამ ცხოველს ყავს პატრონი თუ არა და უვლიან და ვაქცინაცია რეგულარულად უტარდება თუ არა. ქუჩის ძაღლი, რომელსაც შეიძლება მაგალითად როდესღაც გაუკეთდა სტერილიზაცია, კასტრაცია, ის იცრება ერთჯერადად ცოფზე და მერე უკვე ვინცრის მას. ამიტომ თუ ესეთმა ტიპის ცხოველმა დაკბინა, აუცილებლად უნდა ვაქცინაცია ჩატარდეს ცხოველის, რომ მაქსიმალური დაცულობა იყოს. გასაგებია. დიდი მადლობა. აი ხო ნახეთ, რამდენი საინტერესო და კომპეტენტური ინფორმაცია მივიღეთ და რამდენი კითხვა გაჩნდა კიდევ თუნდაც ცოფთან დაკავშირებით, წყილებზე დამუშავებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დარჩი ჩვენთან ერთად და ჩვენ შევეცდებით, მე შევეცდები რომ ყველა თემა ასე თუ ისე რაც შეიძლება ფართოდ და დეტალურად გავშალოთ. აბა მომავალ შეხვედრამდე.